ჩვენთან არის ღმერთი. გულითადათ მოგილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ესეთი უმნიშვნელოვანესი დღე გაგვითენა უფალმა, მადლობა მას ამ ყოველივესათვის. აი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ქრისტეშობაზე, აი, როცა მე ვფიქრობდი და მიფიქრია და შემიდარებია დაუშვათ რომელიმე დღესასწაული, საუფლო, ან საერთოდ საეკლესიო, საერო დღესასწაულთან რო შემიდარებია, არის ესეთი განსხვავება, რომ საერო დღესასწაულს, როდესაც ვიხსენებთ, ის არის მხოლოდ და მხოლოდ გახსენება კონკრეტული ფაქტისა, მოვლენისა, ომის თარიღისა და ასე შემდეგ. გავიხსენეთ და ამით დავამთავრეთ ყველაფერი. მაგრამ საეკლესიო დღესასწაული ასე არ არის. საეკლესიო დღესასწაული, რა თქმა უნდა, გახსენებაც არის. ანუ დღევანდელი დღე არის გახსენება ბეთლემში შობილი მაცხოვრისა ხორციელად, რა თქმა უნდა. მაგრამ მხოლოდ გახსენება არ არის ეს. ყველა დღესასწაული, მით უმეტეს საუფლო, ჩვენ რეალობაში ბრუნდება, ჩვენ რაღაცას გვასწავლის. და არა ისე მხოლოდ გახსენების კუთხით, როგორც საერო დღესასწაულთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, შობის დღე. რას გვასწავლის ჩვენ? როგორ ახლდება ჩვენს გულებში? როგორ უნდა ხდებოდეს ეს? ეს ხომ მხოლოდ ბეთლემში შობილი მაცხოვრის გახსენების დღე არ არის. ეს სხვა რამის მაუწყებელია ამავე დროს. რისი მაუწყებელია? იმის მაუწყებელი, რომ მაცხოვარი ბაგაში დაიბადა, გამოქვაბულში, ბოსელში. კითხვა, რატო? რა თქმა უნდა, უამრავი განმარტება ამასთან დაკავშირებული. ერთ-ერთი განმარტებათაგანი ის არის, რომ თავდაბლობა ეჩვენებინა. ნამდვილად ასეა. მაგრამ გარდა ამისა კიდე რა? გარდა ამისა ის, რომ ის როგორც უდიდესი მკურნალი თავიდანვე როგორც მკურნალი იწყებს მოღვაწეობას. როგორ მკურნალი? რას ნიშნავს მკურნალი? ჩვენი გულებია ბოსელი. ჩვენი გულებია გამოქვაბული. სადაც დგას პირუტყვი. ჩვენი გულებია ეს, შინაგანი ცხოვრება ჩვენი. შიგნით ხო უამრავი პირუტყვი გვაქვს ჩვენ, რომლებიც დგანან, არ უნდათ არცა წასვლა. ზოგს გინების პირუტყვი, ზოგს ლოთობისა, ზოგს ლანძღვისა, ამპარტავნებისა და ესენი დგანან, ეს პირუტყვები ჩვენში. და მაცხოვარი მოვიდა ამ პირუტყვებში, ანუ ჩვენს გულებში, ჩვენს გამოქვაბულებში, რომ ჭკუაზე მოგვიყვანოს მან. ღმერთი მოვიდა, უბრალო მეფე კი არ დაიბადა, ლიტონი ადამიანი კი არ დაიბადა. ესე იგი, რამდენად დაავადებული ყოფილა ადამიანის გული და გონება და ზოგადად ბუნება, რომ ღმერთი პალატებში, სამეუფეო სიმდიდრეში კი არ იბადება, არამედ გამოქვაბულში, აი პირუტყვების სადგომში. იმიტომ რომ ის უნდა განიკურნოს, ამხელა დაცემა განიცადა ადამიანმა, ცოდვი დაცემა. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო. ბაძვი და იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ესია მეფსალმუნე დავითის სიტყვები. ესე პატივში იყო კაცი, თავდაპირველად ღმერთის სწორი იყო. და ეს ვერ გაიაზრა, ეს ეგონა რომ ესე უნდა ყოფილიყო. როგორც თითოეული ჩვენგანი ცხოვრობს რაღაცა ვიღაცის მადლით და გონია რომ ესე უნდა იყოს და რო წაერთმევა მერე ტირის.
არ გულისხმა ხოდა მაგიტო. ვერ დააფასა თავის დროზე. როგორც ადამმა ვერ დააფასა. აი ამას გვასწავლის მაცხოვრის შობა ბაგაში. ჩვენს გულები, ჩვენი გულები პირუტყვის სადგომი და გონება ამავე დროს. ეს ერთი საკითხი შობასთან დაკავშირებული და მეორე კიდევ. აი, როდესაც ჩვენ ვადარებთ შობას მაცხოვრისას, მის აღდგომასთან ეს ორი უდიდესი დღესასწაულთაგანი. რა თქმა უნდა, აღდგომა არის დღესასწაულთა დღესასწაული და ზეიმთა ზეიმი თქვენ მოგეხსენებათ. კულმინაცია ადამიანის გამოხსნისა მაცხოვრის აღდგომა. მაგრამ შობა რომ არ ყოფილიყო, აღდგომა ვერ იქნებოდა ბუნებრივია. აი ეს ორი უდიდესი დღესასწაული. შობა მაცხოვრისა და აღდგომა მაცხოვრისა რო შევადაროთ. როგორი საინტერესო დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჩვენ. რა საინტერესო და რომელი საინტერესო დასკვნა. აი შობა მაცხოვრის, ანუ განკაცება, ანუ იგივე ხორცშესხმა. ეს ხო უბრალო ადამიანის შობა არ არის. ეს არის ღმერთის ხორცშესხმა. მარადმყოფი პიროვნების ზე ღმერთის, რომელიც საღვთო ბუნების მარად მქონია, იმან მიიღო მეორე ბუნება ღვთისმშობლისაგან. ანუ როგორც ადამიანი თითოეული ჩვენგანი დედის მუცელში რო იწყებს განვითარებას და შემდგომში იშვება, ანუ ჩვენ ვიბადებით და ვიქმნებით დედის მუცელში. ჩვენ მანამდე არ ვარსებობთ. მაგრამ ღმერთი, ზე ღმერთი ასე არ მომხდარა, ზე ღმერთთან და ის მარადმყოფი სამების წიაღის მეორე წევრი, მეორე ჰიპოსტასი, ზე ღმერთი მიიღებს ადამიანურ ბუნებას ღვთისმშობლისაგან. ის კი არ ყალიბდება როგორც პიროვნება იქ. როგორც ჩვეულებრივი ადამიანის პიროვნება. არამედ ხორცი მიიღო მხოლოდ და მხოლოდ. და რა არის საოცარი? აი, როდესაც მაცხოვარი ღმერთი იღებს კაცობრივ ბუნებას, ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დაიბადა ყრმა, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ღმერთისათვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. რატო? იმიტომ რომ მისი დაცარიელება ხდება. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. დაცარიელება ის საღვთო ბუნებისა. აი წარმოიდგინეთ, შემოქმედი ყოველივესი, გამგებელი, უდროობაში მცხოვრები, მარადისობაში და ზე მარადიული. თავად სიცოცხლე, თავად მარადიულობა, თავად შემოქმედი, შემოდის წუთი სოფელში, დროში იწყებს ცხოვრებას. მარადისობიდან ჩამოდის, ტოვებს თითქოს მას. სიამოვნებაში არ დაუტოვია, იმიტომ რომ ღმერთი დარჩა ის ხო მხოლოდ ადამიანად არ გარდაიქმნა. მაგრამ როდესაც ხორცში შეიმოსა, შემოდის მარადისობა დროში. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავი. შემოქმედი შექმნილი ხდება. მარადიული დროითი ხდება. სიცოცხლე მოკვდავი ხდება. ეს არის ღმერთისთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რეალობა. ჩვენთვის ჩვეულებრივი, მაგრამ ღმერთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი რეალობა ხდება, როდესაც შეიმოსავს თავის ხორციელებას. ეს ერთი, ესე დაიცარიელა თავისი სიმდიდრე. აი შეიძლება კიდე ესე ვთქვათ, აი მდიდარი საღვთო ბუნება ხდება მონა. პავლე მოციქული ამბობს, მან შეიმოსა მონისხატება. მეფე, ბუნებითი მეფე,
ვიღაცისაგან მეფე წოდებული კი არა და პირობითა წოდებული კი არა. თავად მეუფე ხდება მონა. როგორც მოგახსენეთ, მარადისობა დროებითი ხდება. თავას სიცოცხლე მოკვდავი ხდება. ცარიელდება თითქოს თავისი დიდებულებისაგან. ანუ ის სიმდიდრე საღვთო ბუნების, რაც გააჩნდა, თითქოს მიატოვა და ხდება ადამიანი. ჩვენს რეალობაში შემოდის. როგორც მოგახსენეთ, ჩვენთვის თითქოს რა იშვა ყრმა და ბაგაში და დამთავრდა საქმე. მაგრამ ღმერთისთვის ესე მერე რა არ არის. ეს არის კენოზისი, ბერძნული სიტყვა, რაც დაცარიელებას გულისხმობს. ეს ღმერთისთვის მიუღებელი, ბრჭყალებში მიუღებელი, ყველაფერი მისაღებია, მაგრამ დაცარიელება მიუღებელი იმ გაგებით არის, რომ საღვთო ბუნებას თითქოს ტოვებს. აი იმ სიმდიდრეს ტოვებს. ეხლა აღდგომა, შობა გასაგებია, დატოვა ღმერთმა არა ბუნებისეულ მდგომარეობაში გადადის. ეხლა აღდგომა ავიღოთ. აი თუ კი ჩვენთვის შობა მაცხოვრისა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ღმერთისთვის არა ჩვეულებრივი. აღდგომის შემთხვევაში ღმერთისთვის ჩვეულებრივი ჩვენთვის არა ჩვეულებრივი მოვლენაა. რატო? იმიტომ რომ მკვდარი აღდგეს ეს ადამიანისთვის არა ჩვეულებრივი მოვლენაა. ღმერთისთვის რატოა ჩვეულებრივი მოვლენა? იმიტომ რომ ის სხეული, რომელიც შეიმოსა ღმერთმა, ჯვარზე გაეკრა, იცი თქვენ, საფლავში დაიდო, მაგრამ მას ხრწნილება არ შეხებია. იგი არ დაშლილდა სტიქიონებად, ისგანაც ჩვენ ვართ შექმნილები და აწყობილები. ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვეულებრივი სხეული ქონდა ჩვენებრი. მაგრამ საფლავში დადებული მისი სხეული ერთი წამითაც არ იხსნება. და სხეულის გარდა მისი სული ჩადის ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთი წარმოსტყვენა მან. ესე იგი, რატო? როგორ დააცარიელა, დათრგუნა მან. რატო, როგორ ხდება ეს? აი ჩვეულებრივი კაცი რომ ყოფილიყო აბრაამი, ისააკი, მოსე და ჩვეულებრივი წინასწარმეტყველი. ჯოჯოხეთი შეიპყრობდა მას. მაგრამ ეს სული ჩასული ჯოჯოხეთში დიდ შაბათს რო ვიხსენებთ. უბრალო კაცის სული კი არ არის. ღმერთის კაცობრივი სულია. და ღმერთი, რომელიც თავად სიცოცხლეა, როგორც მოგახსენეთ, ვერ იქნებოდა შებორკილი ჯოჯოხეთის ტყვეობაში. არაბუნებრივია მისთვის ეს ყოველივე. ასევე არაბუნებრივია ღმერთისათვის სიკვდილი. კი მოგდა ჭეშმარიტად და დაიდო საფლავში მისი სხეული, მაგრამ სხეული არ გახსნილა. რატო? იმიტომ რომ ღმერთის სხეულია ის. უბრალო კაცისა კი არა, ღმერთის სხეულია. როგორც სულია ღმერთისა, ასევე სხეულია მისი. და შესაბამისად მესამე დღეს რო აღდგება მაცხოვარი, ეს არის ბუნებრივი კულმინაცია მისი მოღვაწეობის. ვერ დარჩებოდა ღმერთი სიკვდილში, არაბუნებითია მისთვის და მაგიტო. ის უნდა აღმდგარიყო აუცილებლად. ჩვენთვის, როგორც მოგახსენეთ, აღდგომა სასწაულია. იმიტომ რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანი ვერ აღდგება მკვდრეთით. იმიტოა სასწაული ჩვენთვის. მაგრამ მაცხოვრის შემთხვევაში, ანუ ღმერთის შემთხვევაში, ეს არის ბუნებითი ნორმალური მდგომარეობა. თუ კი პირველ შემთხვევაში არაბუნებითია, არანორმალურია, დაცარიელებაა მისი თითქოს საღვთო ბუნებისა, იმ სიმდიდრისა და ჩვენთვის მისაღებია შობა მაცხოვრისა. მეორე შემთხვევაში ჩვენთვის მიუღებელი ღმერთისთვის მისაღებია.
აი ეს ორი ურთიერთ შემავსებელი, ურთიერთ დაკავშირებული დღესასწაული. მაგრამ ღმერთისთვის ერთი, ჩვენთვის მეორე და მეორე ჩვენთვის ღმერთის პირველი. აი ესეთი მდგომარეობაა შობა და აღდგომა. ღმერთმა დააგლოცოთ და მოგცეს უფალმა ამ წელიწადს და ყოველ წელიწადს უბრალოება გვასწავლოს ღმერთმა. ლიტონობა და სიცარიელე კი არა. ცარიელი კაცი ყველაზე და ლოება არის გენიალური ყოველთვის. და ამის ყველაზე დიდი მაგალითი არის მაცხოვრის შობა ბაგაში, უბრალოებით. სიმარტივით, ლიტონობით და სიცარიელით კი არა. უბრალოებით. სადაც მეტი უბრალოებაა, სწორედ იქ არის საფრთხო მადლი გადმოსული კაცობრიობაზე. ღმერთმა გვასწავლოს ეს უბრალოება, რაც თავმდაბლობასთან ძალიან ახლოა.